მოკლედ ავდივართ ჩვენთან რომანტიულ ვახშამს ვშლით 4 კაცზე. გოგოები მოდიან სამსახურიდან. ხდება? რა არის? ისინი გაბრაზებულები არიან ჩვენზე. გონიათ ეხა ამათ აგვიჩუყდება გული და შევურიგდებით. დიოტები. არა. აი ამათი ტვინი გადის პირდაპირ კუჭზე. მე ნელ-ნელა ხვდებიან რომ ჩვენს გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. ძალიან უყვარვართ. ეს ნინოცაა ჩემი მეგობარი. ეს დავითი, ჩემი მეგობარი. და ამ დროს ჩვენც ვიჩიტებით. აი. ბატონ მოხდი? შენც ხო იცი არა ჩემო სიცოცხლე რა ახოს კი უყვარდი მაგრამ მე მეგობრებად დავრჩით რა გჭირს რა მთელი ბავშვობა ერთად გავატარეთ და მე შენ სიცოცხლეს ფიცავარ აი მე და ნინუცა შევხვდა სულ შემთხვევით და ისეთ მეგობრულ ამბავში მოგვინახულა რაღა მე რო არ ვიყავი სახლში მაშინ გაახსენე ხო რა ნუ ეხლა რა ან ეს პიანინოზე გალობა რა იყო ბავშვობის მერე პიანინოს არ მიკარები ხარ და ვაფშე ჩემთვის რატო არ მღერი ხარ ხო და არ გიმღერე? რაღაც არ ჩავყევით მე რა. შეყევი. ვის გაშლის სუფრაზე შეყევით ან ერთი ან მეორე. ჩამო რა დაბლა, ნელა უკვე არაფერი მოიტეხა. ის კაი ჩვენი კლასელი. ის მეორე ვიდი, ა? გეფიცები მართლა პირველად ნახე. მე პირველად ვნახე, კაცი ეგრე უნდა მოიქცე. ვაფშე რას გითხვიცი? შენ თავზე დამაჯექი რა უ. ზმაკაცის საცოლეს აბაზანაში ფოტოები მე გადავუყე? ხო. ალექს, შენ ხო ვიცი, არ ვიცი. მოიცა და ის დაბლაგებელი რომ ეს იდიოტები რა ესენი რა. ხო, საუკეთესო თავდასხმა ბიჭებო. არ გამოგივათ ეგ ამბავი. მიყურე ხა, ხო? შენი ძეძავა. და მე შენ და სხვა შორის ესე არაფერი არ გამო. დაყვედრებები, წარსულის გახსენებებით არაფერი არ გამო. გააჩნია რა გვინდა რომ გამოვიდეს. სავარაუდოდ თუ შერიგება რა. ნუ ახლა თუ იმაზე შევთანხმდებით რომ ამლაგებლის ამბავზე მართლები იყავით, იმაზეც უნდა შევთანხმდეთ რომ ვახტანგის სტუმრობაზე იგივე მოხდა. შემთხვევითი გაუგებრობა. არა, ალექს, მართლა გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. შევიდეთ. შევიდეთ. წვადი დარჩა ხო? და თუ შევრიგდით, ეხლა მე წავალ, ალექსასგან რაღაცეებს წამოვიღებ, მე რედაქციაში ავედი და საღამოს რაც გინდას გავაკეთებ. აუ, ალექს. მე ხა სკოლაში გამიქცევი ხო, მესამე გაკვეთილი ვარ და მე შეც რაღაც მოვიფიქრე, ხო? მე შენი მეძე ვიქნები, საყოველო. აი, რაღაც ყოველთვის. წავედით რა. აუ, ვატო. ხო. შენი გაკეთებული ტოლმა მომენატრება რა. ალო. მომისმინე. გუშინ ამესავარდი და რა დაგილეკე იწავდა, რა სატექნიკის ამბავი. გასწრა ისე, ხო? ხო, გასწრა, რა როგორ გასწრა? მე რა ვიცი, როგორ გასწრა. მომისმინე ხა, სუსველია ყველაფერი. ვინმე გამოუშვით რომ.
არა ის ტიპი არ გამოუშვა, გუში ვიც იყო, ვინმე ნორმალური გამოუშვა გააკეთო ტრანი. რა სწრაფად არ გამოვა, სუსველი აკავრობა, ჩქარა ვიღაცა გამოუშვა, ის ტიპი არ გამოუშვა, გაფრთხილებს, უცოდე 10 წუთში იყავით აქ დაასვლა ყველაფერი საერთოდ. ხო დროზე, ხო, მიდი, ხო, დროზე. კეთო ისე. რაკენი რა გადაწყვეტე საღამოსთვის? აი მე ნინიც რომანტიულ ვახშამს ვაპირებ. ისე აქაც შეიძლება რამე შეკვეთა. გამოგიტყდები ხა ვატოსავით გემრიელ საჭმელებს მე ვამზადებ, მაგრამ რაღაცას მოვახერხებ. შილაში მე ვარდის ფურცლები და სორნელოვანი სანთლები. აუ, ძალიან მაგარია. აუ იცი რა? ადრე მქონდა ნაყიდი და შესაფერის დროს ველოდებოდი. თან ბოლოს და ბოლოს გავიგებ რაზე ჭედავს ეს ევროპა და ჰოლივუდი. ისე რამ გამოგვაშტერა იმ დღესა. როგორ ვერ მიხვდით, რომ ამ სუფრას ჩვენი ბიჭებიც მოყვებოდნენ. ეს 15 ლარი გავამორთი, შლანგის სასგიმატებ რა. გუში მივეცი 55 ლარი. იმას არ გამოგართმევ. იმედი აღარ გაფუშტება, ხო? არა, ასლაბალა. ხო. რის ფულს გიმატებო რა უთხრა? ისე რა გინდა? ბარი-ბარში ვართ. მართალი ხარ? ისწავლიან ჩვენი ბიჭები ჭკუას. არა, იცი რა, მე მაინც მგონია რომ გოქსიკას გავლენაა. რაღაც უნდა მოვიფიქროთ. არა, უეჭველი, ამაზე აქტიურად უნდა ვიფიქროთ. ამოვიდა უკვე ყელში. შენ, ნინიც საღამოსთვის ახალი თეთრაულის ყიდვა მინდა. გამოყვები? საღამოსთვის? აუ, იცი რა კეთვის, ახლა მე 6 გაკვეთილი მაქვს ჩასატარებელი და ვერაფრით ვერ წამოვა. მაგრამ დამიჯერე რა, ატლასი არ იყიდო. რატო? მე მაქვს. და მთელი ღამე მე დაარექსებ ცურავდით და ძირს ვეყარეთ. ისე მაგარი სანახავი კი იქნებოდა. აჰა, მოვიდა გემრიელობები. მადლობა. იცი, თქვენ მე მაგიშებთ რა. რატო? ბავშვი არ გიდათ. მინდა. მე მიყურე მე. ორსულობა ქორწინების დასაჩქარებლად ყველაზე კარგი ვარიანტია. იცი რა, მე არ მინდა რომ ალექსა რამით ვაიძოლო, რატო არ გესმის? მინდა რომ თვითონ მიხვდეს. იცი რა, ესე მგონია რომ სხვანაირად მეტნიერები ვერ ვიქნებით ქეთ. საყვარელო, მე ძალიან კარგად მესმის, მაგრამ შენ მაინც იფიქრე მაგაზე. მიდი. ალექს არ გაგეცინოთ წმობას გამეცემა შეჭი. ნაშვით როგორ ნახე რა ქნა იმ დეგენერატმა გუში რო იმას ქენი შლანგი რო გასკდა რა ხო მოვიდა დავაწებეო ხო მითხრა კიდე გასკდა დღეში ხედე რა ზოგავდა და მოვიდა ეს მეორე დეგენერატი და გააკეთა ახლა და დავუმატე 15 ლარი შლანგის როჩი რა ქინ შეურიდით გოგოებს ნო ჭიგრები ხართ დასახეები გაქვთ მოხდა რა არაფერი გოქსი რა უნდა ვჭი ჩვენ რა უნდა ვჭი აბა რა გჭირთ ინდათ რამე უცებ მითხარი ვისთან ხარ ეხლა რა პონჩი ვისთან აი გაჭედა ხედა რა პონჩი და ნაშის პონჩიც მო ვისთან ახარ არა მოიცა იმასთან ნასთან ხო აბა თქვი არა ვისთან დავშორდი აი არა ვისთან არ ვარ ძმა აი მარტოა დავშორდი ყველას და რა გინდათ მე არაფერი მოხდა რამე ებჯი გოგოები შეურიგდით თუ არა კი ძმა მე ბარში აღნიშნოთ რა შეჭამ რა არაშო მეწავალ და მაშინ მე დავვლე რა. თუ ვაფშე არ ვაპირებ თქვენთან ხა თავის მართლობას ამ იდიოტობაზე რა. დავაი რა ვაფშე. ვისკი რა ერთი.
დაასხირდი ძმა. დილაჯერ. გულიდანაა კაი ნერვი მოშლზე. ნერვი მოშლზეც კაია. არა ძმაო რა, აი. ალექს. ყველაფერი მინახავს ძმაო. ევროპა მინახავს, ამერიკა, სიტყვის თავისუფლებაც მესმის ძმაო. ყველაფერი მესმის, მაგრამ აი მაგან თავისუფლებას რა ქვია? ვისაც ე? რა კაცო გეები თუ რა ვიგია? რა ვიცი მე. ნების თავისუფლება. ხო? ნების თავისუფლება იყოს ეგრე ძმაო. შეიძლება რაღაც კითხო. აი შენმა ორმა ბავშვობის ძმაკაცმა რო ჩათვალოს, რომ შენი ორიენტაცია ცოტა სხვანაირია. რანაირი? ანუ სექსუალური ორიენტაცია გაქვს სხვანაირი რა. ო? გეი ხარ რა? მე? არა რა შენ თუ პირიქისკენ იქნია შენ არა ზოგადად რა. რა ვიღაც შენ? რა პონჩი გვიმაღავს? ძმაკაცები არა ვარ გითხრას გაუგეთ ძმაო. აი მოიცადა. ბიჭო, ზედმეტი ვარ მოგვივიდა. ბიჭო არა, ეხა ბიჭო ხადაობა, მაგრამ ეჭვი ხო გაწოვას. ეჭვი კი ვარ. აი არც ერთი მაგის ნაშამი არ მინახავს. რატო არ ჩერდება არც ერთხელ? რაღაცნაირად დაძრწის ციბრუტივი ტრიალებს რა. ეგრე არ არის? აი, მარტო რო ეგეთი აღმოჩნდეს, ჩვენ რა უნდა ვქნათ? როგორ უნდა მოვიქცეთ? ხო არ გაგიჟდი ჩვენ რა უნდა ვქნათ? არა, ურთიერთობის პონჩი, რა ვიცი. როგორ უნდა მოვიქცეთ? ლოიალურად შეჭება, როგორ? აი მომისმენე. ჩემი ორი ბავშვობის ძმაკაც მოხარშული რო იციან როგორი ვარ. რამდენიმე დღეს გავიფრთხა შლანგი რა აბაზანაში და გამოვიძახი სანტექნიკი. და ამ დროს მოვიდა ეს ორი ჩემი ძმაკაცი და ნუ იცინეს რომ აი კაცთან შემოგისწარით გეი რაღაცა. მე კიდე გამიფუჭდა ეს შლანგი მეორე დღეს. და კიდე გამოვიძახე ეს სანტექნიკი და კიდე მოვიდნენ ამ დროს. თუ კი აღარ გაეცინათ, უკვე რაღაცა რომ მეორედ კაცთან ერთად და რაღაცა გეის თემა ხშირ მითხარი რა, აი ეს ორი შემთხვევა იმისთვის საკმარისია რომ ადამიანზე იფიქრო რომ გეია. ე? თუ სადმე წავალთ, იცოდე, მე ერთ ოთახში ეკონომიის მიზნით მაგასთან ერთად არ დავრჩები რა. არც სათევზაოდ, ერთი კარავი თუ გონდა, ორი უნდა წავიღოთ, რა ვიცი, მაცმა საერთობა. ბიჭო, გაიხი გაგია, ხო? ვა! იო! როგორ ახარ დაო? ბიჭო, ალექს გაიცანი, ჩემი მეგობარია გიო. ალექსა, მსახიობი, სცენარისტი, რამე. როგორ ახარ, გიო? აუ რავი რა მაგრატშია მოვატანინო რამე? არა ეს მეყოფა კაც გოგონა თებში მოგვიმატე რა ერთი. აი მეკეთ ისევ ღელავ დღევანდელ საღამოზე გეგონება პირველი ღამე მქონდეს ალექსთან. იცი რა? რამე უფრო ორიგინალური ხო არ მოვიფიქროთ? არა. მე ჰოლივუდურ ტრადიციას დავჯერდები. პარტის ფურცლები, სურნელოვანი სანთლები და მე. იო, რა ვახარ, ბიჭო, რაშები, გადაღებები, სპექტაკლები გააქვთ, ხელფასი მოგიმატეს თეატრში. არავი არა აბა რაშები? არა ისე ვარ კერძო შეკვეთებზე რა რამე თუ აი ამოხდება რა რას გულისხმობ, რა ხდება? აი მაგალითად უყურე სიტყვაზე შენი შვილის სკოლის დირექტორმა დაიბარა მშობელი ხო. შულს არ უნდა რომ გითხრას რა მოდი შენთან გათმევს 20-30 ლარს მოგ ჩემთან მიხდის ამ ფულს მე მიყვები სკოლაში იქ ვისმენ დირექტორის ზანზღვა გინებას პირდაპირ რომ გამოსწორდები თქო დგევარ დარწმუნებული ცოტა ხანი მე შევკვირდებით რომ ყველაფერი კარგად იქნება ყველა მაყოფილია რა ესე რა მაგარია. ბიჭო, გიო, რა უნდა გითხრა? აი შენ თუ შეგილია, რომ ვინმე მგითხას რა, რომ დაუშვათ ვიღაც ტიპზე, გაიგო გეია თუ არა. შეძლებ მაგის თან. ედა როგორ? მეც გევით მოვიქცევი ის თუ ამყვება მეგარია რა დაждები? ეგ სკოლა არ არის მაინც 50 ლარი რა ბაზარი არა. მოიცა რა. მაინცაც მომას გამიძებ, ბოლომდე ვიკაიფოთ რა. ერთი წამით. და ამჭიქით ხო? ნედა შემი თამადობით ყველა კაცო კაცს გაუმართავს რა. კარგი. გამარჯობა დაროз მო. ბლუკროსაუთ შეიძლება რა?
ვისკი იყო. აი, გეცნობი ძმა. არა. რა ქვია? გოქსიკა ძმაო, შენ? გიაშო. სასიამოვნო. სასიამოვნო. არა, საიდანაც მეცნობი, იცი? რა ვიცი, მე არ მეცნობი. დამაკვირდი, არ გესნობი? არა. როგორი კუნთები გაქვს ნახე, როგორი საყვარელი ძალიან ისე. არ ჯიშობ რა. არ ჯიშობ. 80 კილოს. ძალიან კაია, ეს როგორ დაყენებული გაქვს რაღაცა. არა. აბა პრესი დაჭირა. პრესი? პრესი ისე რა, ეხლა მაინც და მაინც რო გითხრა. და ქვასავითა. აუ, არა და არ გიხდება. აი. ძალიან კაია ეს ფოტოშოპი. ისეთია? აბა, ჩემი ფეხებია. ო, შენი დედა ვატირე. იცი რა, მე მივხვდი, იაპონურ კლასიკას უნდა მივაწვე. ჩემს მეუღლეს მაინც იაპონელი ქალბატონები მოწონს. და მაგას როგორ აპირებ? ეგ მე ვიცი. ეხლა იცი რა ვქნათ? ბიჭებს მივწეროთ და მე ჩვენ თავებს მივხედოთ. მოდი. რამე სასიყვარულო, ხა? ალექს, წავიდით რა ნელ-ნელა. წავიდით. შევხედოთ ბარში გოქსიკა ხო არ გაიყიდა, ჰა? ბიჭო, SMS-ი მიიღე? კიდო. ქეთი მწეს რომ 10 საათზე გელოდები დაავიწყარ საღამოს გპირდებიო. მეც ნინუს ამწერს, ოღონდ იმას ვერ წაგიკითხავ რა. ბიჭო, ხო არ დავიკითხე ბარიე. რა სამო გიოსთან ტეხავს. წავიდით რა. წავიდით. აუ, რა ვიცი, მაგრამ მე ჯერ კაცი ვარ, მე მსახიობი. ჩემ პიროვნება შეეხება ეგეთი აქ როლი მინდა არაფერი. აი, ძმაო, შო გასაგებია ჩვენ გაგვიმართოს. შენ მე გამიგებ, მე შენ გაგიგე და ამ პაჭფას გავიგე. მე თავი დავანე. რავი ბიჭო. გარკვეო და მეც ვარკვევდი და შემეკვეთის როგორი კაცია ხარია. ისე რას ქვია შეგიკვეთის? აი ეს რა სპორტული ჟურნალისტი როა და მეორე კიდე სულ ჭამდა კალე არ დამი. აი თქვენი აი ყოიცნო? ჩემი ბავშვების საუკეთესო მეგობრები არის. მე ბავშვობის მეგობრებს რა პონჩი შეეპარა თვითონ. და მოეთხოვება. მოსათხოვია. მოსათხოვია და მოეთხოვება. გოქსიკ რა გჭირს თუ ვინ გჭირს? გიო რა გჭირს? რა გჭირს ხო? ხო? როგორი კაცი? რა გჭირს ბიჭო? So tired of playing with this bow and arrows. Gonna give my heart away. Leave it to the other girls to play. For I've been a temptress too long. Yes. Give me a reason to love you. Give me a reason to be. იმის. ოიზი რომ მიყარხება რა. უх გოქსიკ. I just want